მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეო ცოტა განსხვავებული ფორმატით ვიწყებთ. Როგორც ხედავთ, მეც გამოვჩდი კადრში. ეს ყველაფერი YouTube-ის რეკომენდაცია, რათა არხი გაიზარდოს და განვითარდეს. ახლა კი გადავიდეთ მთავარ თემაზე. ალბათ ყველას გვახსოვს ფეოლა. ფილმი, რომელიც ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ კინოკლასიკად იქცა. თუმცა ცოტა თუ იცის რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე, როგორ გადაიღეს ეს ფილმი, ვის უნდა ეთამაშა თავდაპირველად მთავარი როლი და როგორ აღმოჩნდა ფინალურ სცენაში 10,000-ობით რეალური გულშემატკივარი. მოდით ერთად გადავალოთ თვალი ფეოლას გადაღების ისტორიას და იმ საინტერესო დეტალებს, რომელიც ბევრად დღემდე არ იცის. დავიწყოთ. ალბათ ყველას გვახსოვს ბონდო დოლაბერიძე, იგივე ფეოლა, მისი უცნაური გუნდი, უქიმერიონი და ის დაუვიწყარი იუმორი, რომელმაც რამდენიმე თაობა გააერთიანა. მაგრამ ცოტა თუ იცის, რამდენი საინტერესო ისტორია, კურიოზი და რისკიანი გადაწყვეტილება იმალება ამ ფილმის მიღმა. როგორ დაიწყო ყველაფერი? პირველ რიგში საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფილმის რეჟისორი გახლავთ ბაადურ წულაძე. უმრავლესობა მას როგორც მსახიობს ისე იცნობს, თუმცა ფილმი ფეოლა მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეჟისორო ნამუშევარია. ფეოლა, გეძახიან. მინა, ბიჭო, ფეოლა. ფეოლა მამაშენია. წამოდი გეძახიან. მოდივარ. ფილმის წარმატება მხოლოდ მსახიობების დამსახურება არ იყო. სცენარის ავტორი გახლავთ გენიალური რეზო გაბრიაძე, ადამიანი, რომელმაც ქართულ კინოსა და თეატრს არაერთი შედევრი აჩუქა. ფილმის მუსიკის შემქმნელია გია ყანჩელი. სწორედ მისი მუსიკა ქმნის იმ განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელსაც მაყურებელი დღემდე გრძნობს. თავდაპირველად ფეოლას როლზე ბაადურ წულაძე საკუთარ თავს განიხილავდა, მაგრამ როდესაც სინჯებზე იპოლიტე ხვიჩი ამოვიდა, მან ყველაფერი შეცვალა. ამბობენ, რომ პირველივე ეპიზოდის შესრულების შემდეგ წულაძემ გააცნობიერა, იპოლიტე ხვიჩი იყო ის ადამიანი, რომელსაც ფეოლა უნდა ეთამაშა. და მართლაც დღეს წარმოუდგენელია ფეოლა იპოლიტე ხვიჩიას შესრულების გარეშე. გათავდა შენი ფოკუსნიკობა, ხვედელიძე. გათავდა შენი მგზავრება, ფრიდონ დოლაბერიძე. მისი მიმიკა, საუბრის მანერა, მოძრაობები და იუმორი იმდენად ორგანულად ეძღვნის ფეოლას პერსონაჟს, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია ეს პერსონაჟი. რატომ ქვია პერსონაჟს ფეოლა? ბევრს გონია, რომ ეს უბრალოდ გამოგონილი სახელია. რეალურად კი სახელის უკან ერთი საინტერესო ისტორია დგას. იმ პერიოდში მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეული ფიგურა იყო ეს ვინსენტე ფეოლა, რომელიც ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 1958 წელს კი ბრაზილიის ნაკრებს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. და ეს სახელი იმდენად ცნობილი იყო მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, რომ ყველასთვის საყვარელ გმირს სწორედ ფეოლა უწოდეს. სად გადაიღეს ფილმი? მაყურებლის გარკვეულ ნაწილს გონია, რომ ფილმი თბილისშია გადაღებული. სინამდვილეში ეს ასე არ არის. რეალურად კი ძირითადი გადაღებები ბათუმსა და მის შემოგარენში მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად ხშირად იხსენებენ სოფელ ანგისას სტადიონს, სადაც ფილმის თამაშის სცენები ძირითადად არის გადაღებული. ბაადურ წულაძესთვის ბათუმი მშობლიური ქალაქი იყო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სამუშაოები მთლიანად ბათუმში გადაეტანა. ნაცნობი გარემო, ადგილობრივების მხარდაჭერა და უკეთესი ორგანიზება ფილმის დასრულებაში ძალიან დაეხმარა. მოვიგეთ, ფეოლა. გაგიჭირდებოდა. ფეოლას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწილი ბავშვების გუნდია. საინტერესოა, რომ მათი უმრავლესობა პროფესიონალური მსახიობი საერთოდ არ იყო. ძირითადად ისინი საფეხბურთო სკოლებიდან შეარჩიეს. ბევრი უბრალოდ ფეხბურთს თამაშობდა და კამერის წინ პირველად გამოჩნდა. სწორედ ამიტომ გამოიყურებიან ასე ბუნებრივად. როგორ შეირჩა ხვედელიძის პერსონაჟი. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბიჭი ხვედელიძეა. მისი როლის შემსრულებელი გიგლა ცინცაძე პროფესიონალური მსახიობი საერთოდ არ ყოფილა. შემთხვევით ბაადურ წულაძემ ქუჩაში შენიშნა პატარა ბიჭი, რომელსაც განსაკუთრებული გამომეტყველება ჰქონდა. მიუახლოვდა, გაესაუბრა და საბოლოოდ ფილმში წაიყვანა. ეხლა გეტირება ყოფის დღე ხვედელიძე. ამ ხანაკო ვინა ფეოლა. მე თუ შემოვნე გადამ. გადასაღებ მოედანზე ყველაზე დიდ პრობლემას ხშირად იპოლიტე ხვიჩია ქმნიდა. არა იმიტომ, რომ რამეს აფუჭებდა. პირიქით, ის იმდენად სასაცილო იმპროვიზაციებს აკეთებდა, რომ ბავშვები სიცილს ვერ იკავებდნენ და დუბლები იშლებოდა. ამბობენ, რომ რეჟისორი ზოგჯერ ბრაზდებოდა კიდეც. საბოლოოდ ეს თავისუფლება ფილმის ხიბლის ნაწილად იქცა. მთავარი ფინალური სცენა, სადაც უქიმერიონი ფინალს თამაშობს და იგებს, გადაღებულია უკრაინაში, კიევის სტადიონზე, სადაც 100,000-ობით მაყურებელი ესწრებოდა რეალურ მატჩს. ფილმის ავტორებს არ ჰქონდათ იმდენი თანხა, რომ დიდი სტადიონი გაევსოთ მაყურებლით. შესაბამისად, წულაძემ გადაწყვიტა ერთ ხრიკისთვის მიემართა. თამაშის შუალედში შესვენების დროს რადიოში გამოაცხადეს მაყურებლისთვის, რომ ქართული ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა და მსახიობებისთვის ოვაციები გამოეხატა. წარმოიდგინეთ 10,000 ადამიანი სრულად უფასოდ გახდა უქიმერიონის კომაგი. პატარა ისტორიას მოგიყვებით, რომელიც იპოლიტე ხვიჩიას პროფესიონალიზმს ხაზს უსვამს. კიევში გადაღებების დროს ძლიერი სიცხე ყოფილა. ფეოლას ერთ-ერთ სცენაში მას რამდენიმეჯერ მოუწია 400 მეტრიანის დისტანციის გარბენა. წარმოიდგინეთ 60 წლის კაცისთვის რამდენად რთული იქნებოდა. ყოველი გარბენის შემდეგ ძლივს უნთქავდა, თუმცა გადაღებების შეჩერება არასდროს უთხოვია. არც დაუძუძუნია. არც განსაკუთრებული პირობები მოუთხოვია. უბრალოდ დასრულდა საქმეს ისე, როგორც ნამდვილ პროფესიონალ მსახიობს ეკადრება. რას ჩადიხარ, ბიჭო, რას?
ყველაფერს შემჩინაზე აკეთებ. გინდა თავი მომწათ რა? ფრიდონ, ბიჭო. რა ბურთი გაუშვი? რა ბურთია? დაგმართავ იმ კარებში. არ მოგივა ბატონო. დიახ. ჩავია. აქ მოამზადებ გუნდებს. თქვენ გონია არ მომცემენ? მე ხვდეთ. თორე რა მოგივიდა? ეკივი დაუძახით. შენ მომყარი, ხვედერით. შენ მომყარი. ფეოლა მხოლოდ ფეხბურთზე გადაღებული კომედია არ არის. ეს არის ფილმი მეგობრობაზე, გულწრფელობაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც არასოდეს ნებდებიან. ალბათ სწორედ ამიტომ უყვარს ის ქართულ მაყურებელს დღემდე. თუ ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა და მოწონება. ხოლო კომენტარებში დამიწერეთ ფეოლოდან რომელია თქვენი საყვარელი სცენა. აბა დროებით. თქვენ ადამიანები გერა ხეცები ყოფილიყავთ, ხეცები. შეხედეთ იმ საცოდავ ბავშვებს როგორ დირიან. შეხედეთ. ხვედელიძე. Спокойте, не Коли. волнуйтесь, успокойтесь. გოლი მინდა. Всё будет хорошо.